ქოცური საქართველოს და რას დაგვამსგავსეს საერთოდ. ეს არის ქვეყანა, რომელშიც პრემიერ-მინისტრი არის მაკლერი არაბებისთვის. დღეს საერთოდ აღარ გვაქვს საგარეო პოლიტიკა. რა არის ქართული კონსერვატიზმი, თუ არა პატრიოტიზმი, სუვერენული ქართული სახელმწიფოს სიყვარული. ქოცურ რეჟიმს და პროპაგანდას არ უწევი არანაირი ბედი. გამარჯობა. დერეფანი ბრუნდება მერვე ეპიზოდით. ბრუნდებით თქვენთან ერთად, რომ გავიაროთ ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი დერეფანი და შევიხედოთ ყველა იმ კარებში, რომელშიც საინტერესო რაღაცები ხდება საქართველოსთვის. მერვე ეპიზოდში ვილაპარაკებთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. მერვე ეპიზოდში ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ იწერება ამ ქვეყნის ისტორია, როგორ იწერება ამ რეგიონის ისტორია, პირველად ჩვენი ძალიან ბევრწლიანი ისტორიის მანძილზე საქართველოს ნულოვანი თანამონაწილეობით. ამ ეპიზოდში ლოგიკურად ჩემი სტუმარი და თანაწამყვანი იქნება ლელო საქართველოსთვის საერთაშორისო მდივანი, ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი გრიგოლ გეგელია. გამარჯობა. მოგესალმები. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ეს ეპიზოდი გადავწყვიტე იმიტომ რომ რა ვიცი, ვიღაცა თეთრ შურს ეძახის, მაგრამ მე პირადად ჩავიშული შურს იმისი რაც ხდება ჩვენ ორ მეზობელ ქვეყანაში, კატასტროფული ამბავი რომელიც ჩვენს თავს ხდება, შედეგი რეალური ახალმოსაჭიდი შედეგი იმისა თუ რასაც ჩადიან ქოცები უკანასკნელ რამოდენიმე წლის მანძილზე, სანამ გადავალთ აქტიურ საუბარზე, ტრადიციული თხოვნა. ჩვენი გამომწერების რაოდენობა იზრდება, ბევრად მეტი ადამიანი უყურებს იმას თუ რას ვაკეთებთ, ეს რო ესე გაგრძელდეს, ძალიან გთხოვთ. გახდით ჩვენი გამომწერი და მოგწერეთ ხშირად ჩვენს ვიდეოებზე, რა გაინტერესებთ, რაზე გინდათ კიდევ ლაპარაკი, ან ნებისმიერ თემაზე, რომელიც დისკუსია შეიძლება დავიწყოთ, ეს ძალიან დაგვეხმარება. მადლობა. პირდაპირ გადავიდეთ, თქვათ რომ სამ ეტაპად გავყოფთ დღევანდელ ჩვენ საუბარს, აუცილებლად ვისაუბრებთ პირველში ამ ვიზიტზე, მის მნიშვნელობაზე და რა ხდება ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანაში, ვისაუბრებთ ზოგადად ტრამპის შეერთებული შტატების ახალ პოლიტიკაზე ჩვენს რეგიონში და დასკვნით ნაწილში არც სასიამოვნო ამბავზე, თუ სადავართ ჩვენ ამ ყველაფრის პარალელურად. ჯეიდი ვენსის ვიზიტი, ორი სიტყვით შენი აზრი რო გითხრა, რა იყო, რა ხდება, როგორ არის? ხო, პირველ რიგში ალბათ უნდა დავიწყოთ იმ სამწუხარო რეალობის და გარემოების აღნიშვნით, რომ ყველაფერი, რაც ახლა ხდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ხდება ჩვენს გარეშე და ეს არის პირველი ასეთი მომენტი ჩვენს ისტორიაში. არა მარტო დამოუკიდებლობის დროს, ახლა საერთოდ ისტორიაში და საერთოდ სამხრეთ კავკასიის ისტორიაში, იმიტომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, სხვა თუ არაფერი, აზერბაიჯანის და სომხეთის პირველი რესპუბლიკები დაფუძნდა აქ თბილისში და მათი დამფუძნებლები არიან დაკრძალული აქ თბილისში. არ ვახსენებ იმას, რომ თბილისი ყოველთვის იყო ამ რეგიონის პოლიტიკური დედაქალაქი, de facto პოლიტიკური ცენტრი. და დღეს ჩვენ, მერეც პრინციპში დამოუკიდებლობის ეპოქაში ჩვენ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი და ასეთი რამ არ მოხდა დღემდე სხვადასხვა არც ერთ სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოში. ჩვენ სტუმრად გვყავდა 2 ვიცე-პრეზიდენტი და 7 სახელმწიფო მდივანი. აი ახლა დადგა მომენტი, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის რეგიონში, მაგრამ არ ჩამოდის თბილისში და პრეზიდენტის პირდაპირი ჩართულობით და თავისუფლებით მისი სახელობის ახალი გზა იხსნება, რომელიც ახალი ტიპის არქიტექტურას შექმნის რეგიონში, ახალი ტიპის რეალობებს დანერგავს, ახალ ეკონომიკას, ახალ ტრანზიტს, ახალ უსაფრთხოებას, ახალ მშვიდობას გამოიწვევს და ჩვენ არ ვართ ამისი ნაწილი. თან ახლა ეს რის ფონზე და მეთანხმები, როდესაც ქოცური რეჟიმი ამბობს, რომ ტრამპის მოსვლა ამერიკის სადავებთან არის რაღაც მათი სტაბილიზაციის საწინდარი. მაგრამ გავიდა თვე და 1 წელი მას შემდეგ, რაც მოვიდა პრეზიდენტი ტრამპი და ჩვენ ხედავთ, არავითარ სტაბილიზაციას არ ქონია ადგილი და ზუსტად დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაიმეორა იგივე განცხადება, რაც მრავალჯერ გასული წლის განმავლობაში, რაც არის ის, რომ ქოცების რეჟიმმა რაღაც უნდა გააკეთოს. დაჩვენოს სტაბილურად ცუდი ურთიერთობა საქართველოსთან, მიუხედავად ადმინისტრაციას. ძალიან რაღაც თქვი ბოლოს, ერთი არის, რომ ქოცებს ჰქონდათ იმედი სტაბილიზაციის ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლით. მეორე არის ის ნარატივი, რომელსაც ფაქტიურად 2016 წლის პირველი ადმინისტრაციიდან ტრამპის ქართული ოცნება იყენებს. ერთგვარი მცდელობა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას შეერთებულ შტატებში მიაკეროს იარლიღი რაღაცა იზოლაციონისტის, თითქოს რაღაცა
ჩაკეტვა იყოს ტრამპის მიზანი შეერთებული შტატების პრობლემებში, მხოლოდ და ის რაღაცა არც ერთ ნაბიჯს არ გადადგავს მის საზღვრებს გარეთ და თითქოს რაღაცა ერთგვარი მენტალური დისტანცირება, რომ ამერიკა შორია. ხო იცით რომ შორია, ის ეხლა მით უმეტეს ამ რეგიონში ინტერესი აღარ აქვს და ასეთი ინტერესი პირდაპირ ვთქვათ, ხო, მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი უმცროსი ბუში საქართველოში იყო, მას შემდეგ ამ რეგიონისადმი ასეთი მასშტაბის ინტერესი ამერიკის არც ერთ ადმინისტრაციას არ გამოუხატავს და ის რასაც ტრამპი აკეთებს ახლა სადმე შორს კი არა, ან უკრაინაში კი არა, მართლა რამე დისტანციით შორს კი არა, აქ თბილისიდან 2 საათში, აზერბაიჯანში და სომხეთში. კონფლიქტში, რომელიც რა ვიცი, ახლა მე პირადად მეგონა და ყველა მიცოდა, რომ რუსული სპეცსამსახურების მოგონილ აი ამ კონფლიქტში, ეს კონფლიქტი არასდროს არ გადაიჭრებოდა, ხო, რაღაცა ყარაბაღის თემა იყო ესეთი გამოკიდებული თემა, რომელიც არასდროს არ გადაიჭრებოდა და აი ამ კონფლიქტის მოგვარება, ერთის მხრივ ტრამპისთვის პოლიტიკური ქულა მნიშვნელოვანი და მეორეს მხრივ რეალური ხელმოსაჭიდი ამერიკული ეგრეთ წოდებული პრეზენსი ამ რეგიონში, რომელიც არის არათუ რაღაცა წინა ადმინისტრაციებზე ლაპარაკი რაღაცა ნეოკონსერვატივ კონკრეტულად მაგა ტრამპი რომელიც რა ვიცი ყოველ მეორე ჯერ დღეს როცა საგარეო პოლიტიკაზე ლაპარაკობს ციტირებს აი ამ თემას როგორც ერთ თავის ყველაზე დიდ მონოპოლს და მიღწევას და ამ დროს რეალური იზოლაციაში ჩვენ აღმოვჩნდით. კი. ეს არის ძალიან კარგი შემთხვევა ინსტანცია, როდესაც ხოცური პროპაგანდა უბრალოდ კრახს განიცდის. იმიტომ მართლაც შეიძლება არ იყოს რეჟიმი, რომელიც ამბობს ტრამპს არ ვაინტერესებთ და არც დავაინტერესებთ, არაი ჩართულობა არ იქნება და თუ იქნება საჩვენო, ესეც მათი ერთ-ერთი ფუნდამენტური ვითომ კონსერვატორები რო არიან ქოცების ებრებში, ყველაზე ანტიკონსერვატიული ძალა არის საქართველოს ისტორიაში ქართული ოცნება, იმიტომ აი რა არის ხო, წამით ამასაც შევხვდით, რა არის კონსერვატორის ფუნდამენტი, ხო? ქართული რაღაცების შენარჩუნება, ქართული რაღაცების განვითარება და რას აკეთებს ქართული ოცნება? ყველაფერ ქართულს ანგრევს. ქართული ტრადიციული საგარეო პოლიტიკა მოსპო და განადგურა, ქართულ უნივერსიტეტებს დაერია და ანადგურებს, ქართული ცივილიზაციური არჩევანი, რაც არამარტო როგორც რესპუბლიკურ სახელმწიფოს, როგორც მონარქიასაც, ამასაც ანადგურებს და ვისთან იკავებს კავშირს ეს რეჟიმი საგარეო პოლიტიკური კუთხით? აშხაბადის გეოპოლიტიკურ კოქტეილთან, რომელიც არასოდეს, აი არც ერთი დღის განმავლობაში არ ყოფილა რაიმეთი პროქართული, რაიმეთი ქართული საგარეო პოლიტიკის წარმოსახვის და იმ სამყაროს ნაწილი, რომელშიც ჩვენ ყოველთვის ხედავდით საკუთარ თავს. ვისთან დებს საგარეო პოლიტიკურ მემორანდუმს? ჩინეთთან, რომელიც ღიად არის ნატოს გაფართოების მოწინააღმდეგე, რომელიც რეალურად შენ ერთი ჩეთის პოლიტიკაზე გაწერინებს ხელს, მაგრამ არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს. ანუ ეს ყველაფერი მინდა ჩვენ საზოგადოებას კარგად ესმოდოს, არის ანტიკონსერვატიული, ანტიქართული, იმიტომ ქართველი კონსერვატორი აი ამ რაღაცებს უფრთხილდება უპირველეს ყოვლისა. შესაბამისად ეს რუსული კონსერვატიზმი, ხო? აი ესეც დავარქვათ საფრთხე. რუსული ტიპის კონსერვატიზმია. ხო, და რაც შეეხება შენს მიერ ნახსებს საკითხს აბსოლუტურად დაგეთანხმები. ჩვენ ნახეთ, აი ერთი წლის და ერთი თვის განმავლობაში რაც პრეზიდენტ ტრამპი მოვიდა, პირველი ვნახეთ, რომ ის ძალიან ერთვება, როდესაც ამერიკულ ინტერესს ასე სჭირდება მისი წარმოდგენით, ამით მაგალითად ბევრი ნახეთ, ხო, ვენესუელას ნახეთ, რომელიც პირიქით საკამათოც არის ხოლმე, ხო, ზოგი კუთხით, მაგრამ ნახეთ, ეს ინტერვენცია იყო. სხვა დეტალებში ამ წელს არ შევდივარ სუვერენობის კუთხით, მაგრამ იყო პირდაპირ გამოვლინება, ერთად შეერთებული შტატები არც არ წასულა. დიახ, და არ არის იზოლაციონისტი, იმ კუთხით, რომ ვაშინგტონში და საკუთარი ცხვირის მიღმარფერად აინტერესებს, არა, პირიქით, აინტერესებს ძალიანაც ჩართულია, ჩვენ ნახეთ, მთელი რიგი ტიპის პოზიციონირება ისეთ საკითხებზე, რომელიც ცდება, როგორ ვთქვათ, იზოლაციონიზმის ჩარჩოს. ამიტომ ეს არ არის იზოლაციონიზმი, ეს არის ტრანზაქციონალიზმი, ხო? როდესაც ტრამპი ტრანზაქციულად უყურებს თუ ამერიკის ეროვნულ ინტერესს ძალიან მკაფიოდ ხედავს, იქ ის მოქმედებს და ძალიან ძლიერადაც მოქმედებს, აქვე ითქვას და პრინციპში მისი დევიზი, ხო? strength through peace, ბოდიში პირიქით peace through strength, ხო? ანუ ძალის მეშვეობით მშვიდობის მიღწევა, რაც არის მისი ერთგვარი მანტრა, ხო? ესეც რეალურად არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმისა, რომ ის ჩართულობას და მყოფობას პრეზენს ემხრობა, ოღონდ კონკრეტული ტიპის
შემთხვევებში და აი ჩვენ რო არ ვართ ამის ნაწილი, აი ეს არის პირიქით ქოცური, ანტიქართული, ანტიკონსერვატიული ძალიან მნიშვნელოვანი ცევის თემა გამო. წამოწია და მე მგონი აი უნდა ჩავსვათ ეს კონსერვატიზმის საკითხი, ამიტომ ჩვენ ლაპარაკში და ამას აუცილებლად უნდა გავხმოთ. ქართული კონსერვატიზმი რა არის თუ არა მაგალითად ოჯახური ფასეულობები, რა არის თუ არა პატივისცემა ჩვენი ტრადიციული ისტორიული არჩევანის, რომელიც რა თქმა უნდა შუა საუკუნეების მანძილზე და ისტორიის დიდ მანძილზე მიმული იყო რელიგიურ ფაქტორთან მონარქიის დროს, რა არის ქართული კონსერვატიზმი თუ არა პატრიოტიზმი, სუვერენული ქართული სახელმწიფოს სიყვარული. ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიდიან, ანუ ვახტანგ გორგასლის, ანუ ყველას ხონდა ეს მოდის, ვახტანგ გორგასლის და დავით აღმაშენებლის იდეის წინააღმდეგ მიდიან, ხო, ბერძენთა სიყვარული და ისრაელის მეფეთა სიყვარული და იმათი მსგავსება და არა უგჯულოების. ეს ფუნდამენტი, რომ ქართული ქრისტიანული სახელმწიფო ყოველთვის იყო იმ ცივილიზაციური წიაღის ნაწილი, რასაც ერქვა ქრისტიანული სამყარო, შესაბამისად მაშინდელი დასავლეთი, ხო, მაშინდელი ევროპა. ამისთვის მიისწრაფა გრეკო-რომანული ცივილიზაცია. გრეკო-რომანული ცივილიზაცია, ფორპოსტი ბიზანტიური იმპერიის. აი ეს ყველაფერი ფეხქვეშ ითელება, როდესაც ის გეუბნება, რომ დასავლეთი ცუდია. რა მნიშვნელობა აქვს, რა სოუსით ფუთავს ამას, ხო, რომ იქ რაღაც ქრისტიანობს, ხო, ამას ქრისტიანობას დაშორდა. და ამის პარალელურად აი ეს ავიღოთ ერთი თემა, ხო, ისტორია ფეხქვეშ გავთელეთ. მეორე თემა ავიღოთ ოჯახის პრინციპი. ისინი ლაპარაკობენ, რომ ოჯახურ ფასეულობებზე, როგორც უბრალოდ შაბლონურ სიტყვების ნახარუხზე და ეს არის ხელისუფლება, რომლის მმართველობის განმავლობაში საქართველოში გაჩნდა ნეგატიური შობადობის მაჩვენებელი ერთი და გუშინ გენერალური ამბავი ეხლა ჯოჯოხეთი მართლა ქორწინების რეგისტრაციის გადასახადი გაზარდეს. კონსერვატორებმა ნეგატიური შობადობის ქვეყანაში, სადაც ხელი უნდა შეუწყონ ოჯახის ფორმირებას, გააძინელეს დაქორწინება. და არა ბჭყალებში უკანონო შვილებს გაუძვირეს ქართველ ახალგაზრდა წყვილებს ქორწინების რეგისტრაცია. ანუ აი ამ ნონსენსში ვცხოვრობთ და ეს ხალხი გვაქვს კონსერვატორი და სწორედ ახსენე კლასიკური რუსული კონსერვატიზმის საქართველოში განვითარება, რომელშიც საქართველოს თავისი როლი აქვს, როგორც იმპერიის ვასალს, ერთ ნაწილს, რომელსაც არ უნდა ილაპარაკოს, ამბიცია არ კონდეს და ბოლოს ხო სუვერენული სახელმწიფოს დამოკიდებულება, მართლა სუვერენული სახელმწიფოს დამოკიდებულება, მართლა საგარეო პოლიტიკის წარმოება. ამათმა ყველაფერი გაგეთოს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ კონდეს. არ კონდეს, აბსოლუტურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნა. მარტო ის აღარ არის და მე მიყვარს ხომ ამაზე ხაზგასმა, რომ ცუდი საგარეო პოლიტიკა გვაქვს. დღეს საერთოდ აღარ გვაქვს საგარეო პოლიტიკა. და ეს არის რუსული ამოცანა თავისი არსით. რატომ? იმიტომ რომ სუვერენულ სახელმწიფოს აუცილებლად უნდა გააჩნდეს სუვერენული საგარეო პოლიტიკური ხმა. და აი ამ ხმის ეტაპობრივი გაქრობა და საბოლოოდ მოგვტომა, რაც უკვე მოხდა და უფრო პრაქტიკულ დონეზე საგარეო საქმეთა სამინისტროდან ათობით პატრიოტი დიპლომატის გათავისუფლება და საგარეო პოლიტიკური როგორ ვთქვათ პრიორიტეტის აი დამცრობა, ხო? სამინისტროს მოგუდვა ministrებად უფერული ადამიანების დანიშვნა, არ პოზიციონირება მთელ საკითხებზე. ელჩებად ხალხის გაშვება, რომელსაც გამოიწვია ხოლმე. ეს ჯამურად არის აი იმ პოლიტიკის გამოხატულება, რომელშიც საქართველოს უნდა იყოს პროვინციული დანამატი, როგორც იყო საბჭოთა კავშირის დროს იმპერიულ ცენტრთან, სამოქალაქო ხელშეკრულება მოსკოვთან. ზუსტად, ეს მოსკოვის სატელიტობა, მარტო ის გერა მოსკოვი მეტყვის და მე გავაკეთე. მოსკოვის სატელიტობა არის ის, რომ შენ აქ არაფერი არ უნდა შექმნა. არაფერი ქართული არ უნდა გამოვიდეს, არაფერი მნიშვნელოვანი არ უნდა ხდებოდეს. იმიტომ თუ მნიშვნელოვანი რაღაცები მოხდა და შენ სუვერენული ამბიცია აჩვენე, ესე იგი შენ არ ხარ სატელიტი და რაღაცის პრეტენზია გაქვს და რაღაცის პრეტენზია კრემლის თვალსაჩინო შენ არ უნდა გქონდეს. და აი ამის გამოხატულება კიდევ ერთი მაგალითად მოვიყვანოთ ამ დღეებიდან, რომ აი, როდესაც ფაშინიანი 11 მილიონი დოლარის ღირებულების დრონებს ყიდულობს ამერიკისგან, ხო? როდესაც ბირთვული ენერგიის წარმოებას იწყებს სომხეთი, როდესაც ევროპულ კავშირთან სტრატეგიული შეთანხმება აქვს, როდესაც არარატ მირზოიანი ხვდება მარკო რუბიოს და ზოგადად სომხური პოლიტიკური კლასი ძალიან აქტიურობს ვაშინგტონში და ბრიუსელში. როდესაც აზერბაიჯანი დებს სტრატეგიულ შეთანხმებას პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ჩვენ დავდეთ 2009 წელს და დავკარგეთ ხოცების გამო 2024 წელს. აი რა შობა ამ დროს საქართველოს ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი გამოდის ამბობს, რომ 257 ბინა გაყიდა. Eagle Hills-ის არაბულ პროექტში და კვერცხს აკლებს ამდენად თეთრს. აი ეს არის ერთ სიტყვაში რეზიუმე იმ უბედურებისა, რაც მარტო საგარეო პოლიტიკაში კი არ გვჭირს, საშინაო პოლიტიკაში გვჭირს პირველ რიგში. მე
მიყვარს ხოლმე სულ ხაზგასმო საშინაო საგარეო პოლიტიკა არის ერთმანეთისგან აბსოლუტურად განუცალკევებელი. საგარეო პოლიტიკა საერთოდ არასდროს გვესმის ხოლმე ხანდახან რომ სადაც იქ ხდება. არ ხდება იქ საგარეო პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკა ხდება აქ. და აისახება თქვენს მაცივრებზე რა გვაქვს ადილად. შეგვიძლია თუ არა რომ ბავშვის რაღაც წავიყვანოთ, რაღაც ვუყიდოთ, რა ტიპის ჰაერს ვუნდგავთ. ეს ყველაფერი ჩვენი ყოფა, ასე თუ ვიტყვით, არის საგარეოს გამოხატულება, იმიტომ საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს აი ის, რასაც ფაშინიანი აკეთებს სომხებისთვის და რასაც არ აკეთებს კობახიძე ქართველებისთვის, იმიტომ ის მაკლერია, ხო? არაბების მაკლერია, ზუსტად აი არაბების მაკლერია არის გადაქცეული, ხო, რეალურად. და ამიტომაც არის ინვესტიცია არ შემოდის, ამიტომაც არის რომ რეალურად არანაირი პერსპექტივა არ იქნება და ვიხუთებით აი ამ ჭაობში, რომელშიც რეალურად ქართულ ადამიანს, ჩვენს მოქალაქეს აღარ აქვს განცდა, რომ ამ სახელმწიფოსგან რამეს უნდა ელოდეს. და ამიტომაც, მათ შორის და პირველ რიგში თუ არა, არის წასული ვარშავაში, ბერლინში, ათენში, აქ აღარ ქმნის ცოდნას, ხო? აქ აღარ ქმნის სერვისებს, აქ აღარ აჩენს შვილს, აქ აღარ დებს ინვესტიციას. ყველაზე ფართო გაგებით სიტყვის, ხო? იმიტომ აქ აღარ მომავალს ვეღარ ასპონსორებს, ვეღარ ხედავს საკუთარ თავს, როგორც ამ სივრცის ნაწილს და რა არის ეს? ეს არის საქართველოს ქართველების გარეშე. ეგ არის საქართველოს ქართველების გარეშე, ეგ არის გაუბედურებული ქვეყანა, ეს არის ქვეყანა, რომელშიც პრემიერ-მინისტრი არის მაკლერი არაბებისთვის და პარლამენტის რაღაცა ცოცხალი გვამების 90 კაციანი შემადგენლობა არის ის ხალხი, რომელიც 24 საათი ლაპარაკობს კვერცხზე, ფიზიოლოგიაზე, ქათმის და რომელ სეზონზეა ხელსაყრელი, რომ გოჭები გაჩნდნენ ღორების მიერ. ამას ვისმენ სინამდვილეში ყოველ დღე და დღეს კიდე დაუმატა იმან, რა ქვია, წილოსანმა და სხვაებმა თხილზე ნაჭუჭიან და უნაჭუჭო ხილზე დაიწყეს ლაპარაკი. თითქოს ეს არის მართლა რა საქმითაც საქართველოს პარლამენტი უნდა იყოს დაკავებული. მაშინ როდესაც შენი არ იყოს ჯედი ვენსი ჩადის სომხეთში აფორმებს იარაღის შესყიდვის შეთანხმებას, ან იწყებს სამხედრო პირველად სომხეთის ისტორიაში იწყებს სამხედრო პარტნიორობას. ანაცვლებს რუსეთს ფაქტობრივად ატომური ენერგიის ნაწილში და ეგ ძალიან სწორი თქვი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის. ატომური ელექტროსადგური იმაში რა ქვია სომხეთში რუსებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოვლენა იყო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი სომხეთზე კონტროლის, იმიტომ რომ იცი რომ სისტემა მთლიანად არის რუსული. ამ სისტემასაც ექსპლუატაციის ვადა 37 წელს გადის მეწამორში და ლაპარაკი მიდის უკვე რომ ამერიკელები ჩაანაცვლებენ აქაც რუსებს. ანუ ყველა ის პრობლემა, ყველა ის შიშები, რითიც სომხეთი დაჭერილი ყავდა ბჭყალებში, ვთქვათ რუსეთის ფედერაციას, იქნებოდა ეს რაღაცა ყარაბახის საკითხი თუ იგივე ატომური ელექტროსადგური, ყველაფრისგან ანთავისუფლებს შეერთებული შტატები და თან დგება გარანტორად მისი უსაფრთხოების. ამის პარალელურად იქ NVIDIA ჩიპების წარმოებას იწყებს 41000 ჩიპს აწარმოებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. პარალელურად ჩადის ბაქოში მე ვაუჩე ხარ ჩამოცვა ძნელი არის, იმიტომ ძალიან დიდი სია, მაგრამ ერთი დიდი თვითმფრინავი ამერიკული ბიზნესი ჩაყავს ბაქოში. ყველა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან ეს ნავთობის სფერო თუ მაღალ ტექნოლოგიური თუ მინერალების მოპოვება, ყველა ჩაყავს. რას აკეთებს აფორმებს სტრატეგიულ შეთანხმებას, პირველად აგრეთვე აზერბაიჯანის ისტორიაში სამხედრო კატორღებს აძლევს კასპიის ზღვაში დაიცვას თავის ტერიტორიული წყლები და აქაც მნიშვნელოვანი შუა დერეფანზე აქტიურად ელაპარაკება როგორც მინერალების გატარების ერთ-ერთ წერტილად და აი ამ ყველაფერში როდესაც იცით ან აგერ ამის პარალელურად ევროკომისია სამაგიეროდ ირაკლი კობახიძემ 257 ბინა გაყიდა ეს გახსოვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თან იქიდან 60 ქართველები არიან მაგას ხაზი გაუსვთო. აიო რომ ამბობდით თუ არა. ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია. და არ მინდა რომ აზრდამე კარგოს თან როცა იცი აი ამ ყველაფერში და აგერ ბოლოს ამის დასტური მოგვივიდა კიდევ ევროკომისიის იმ ცნობილი მეტაკვლევიდან, რომელს თქვა რომ ხო, ნუ აი ამ შუა დერეფანი, ეს შუა დერეფანი ვერ იარსებებს ანაკლის ღმერთოვანი ბაქპორტის გარეშე. ეს შუა დერეფანი საქართველოს გარეშე რეალურად სრულფასოვნად არის წარმოუდგენელი. თან აი ეს ყველამ ვიცით. ეს იცის კობახიძიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველა მათი და მოღალატეობრივი პოლიტიკა რომ ჩვენ უნდა ჩაუკეტოთ და ის რკინის ფარდა რომელიც ეხა ეშვება, კი გეოპოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს ოღონდ ჩვენ რეგიონში პოზიტიურად, ჩვენი რკინის ფარდა უნდა ჩამოუშვათ საქართველოს სამხრეთ საზღვარზე და აი ჩვენ უნდა მოხვდეთ რუსეთის გავლენის სფეროში. აი ამაში ვცხოვრობთ. გაკვერცხება ჩვენი სახელმწიფოს და სუვერენიტეტის გაკვერცხების პროცესში ვართ რა. კი, აბსოლუტურად და აი ანაკლია როგორი სამწუხარო, მაგრამ კაფიო და ნათელი მაგალითია, აი თვალსაჩინო
მაგალითია, აი ამ ყველაფრის ასაც ჩვენ ახლა აქამდე დავწერთ პრინციპში, ხო? საგარეო პოლიტიკის სრული იავარქნა და განადგურება, საშინაო ამბიციის, მოდი ასე ვთქვა, და ეროვნული თვითმყოფადობის და მედეგობის და ჟინის დაცემა და დაკნინება, იმიტომ ანაკლია რა არის? ანაკლია არის სამეცნიერო ბარათი, ხო? როცა ის აშენდება, ის იქნება თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სავიზიტო ბარათი, რომელიც პირველი დაასაქმეს 10,000 ქართველს. ისევ, რასაც აკეთებს ფაშინიანი დღეს სომხებისთვის. და რასაც არავინ არ აკეთებს ქართველებისთვის. მეორე, ჩვენ სახელმწიფო შესწენს აქამდე არ ნახული მასშტაბის ეკონომიკურ და სამხედრო მასშტაბს, ხო, და კალიბრს. მესამე, ის საქართველოს აქცევს ყველასათვის მიმზიდველ დაცულ კორიდორად, რადგან ბევრი მხარის ინტერესი იბადება, ხო, რომ აქ კარგი ამბები ხდებოდეს, აქ მშვიდობა იყოს, აქ დოვლათი იქმნებოდეს და ვინ სარგებლობს ამით? საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკვე ისარგებლებდა, რომ არა, აი რუსკოცების მიერ ანაკლის პორტის პირდაპირ ჩაგდება. რა თქმა უნდა, უკვე წლების განმავლობაში უკვე რა თქმა უნდა, დიდი ხნის წინ მიიღებდა პირველ გემებს, უკვე ბიუჯეტი ამით ისარგებლებდა. მესამე წელია მე მგონი წესრიგად მიიღო. კი, მინიმუმ, როდესაც უკვე მიღებული ეყოლებოდა გემები, ბიუჯეტში შევიდოდა გადასახადი, სამეგრელოში აქ, არა ვარშავაში და ბერლინში და სხვაგანზე, აი აქ ზუგდიდის გვერდით 10,000 ახალი ხარისხიანი სამუშაო ადგილი იქნებოდა, ჭკვიანი ქალაქი იქნებოდა აშენებული უკვე, მის უკან ის კიდევ დამატებით სერვისებს შექმნიდა, დამატებით ხალხს დაასაქმებდა და საქართველოში დიდი მოძრავი ამბები იქნებოდა დინამიკა და რა ის ჭაობი, რომელშიც ჩაგვძირეს, რომელშიც მაპატია და საპირფარეშოს გახსნა, რომელიღაც ადგილობრივი მერის მიერ არის თითქმის ყველაზე დიდი ნიუსი. რეგიონებში ხო საერთოდ არაფერი არ ხდება. აი აბსოლუტურად გაყინულია რეგიონები, რომელშიც არც დადიან კოცები. ჩვენ დავდივართ ძალიან ბევრს, მე და შენ და სხვა ჩვენი მეგობრები და კოლეგები და ვიცით კარგად, რეგიონები არის აბსოლუტურ უძრაობაში ჩაძირული. არანაირი განვითარების გეგმა არ არის, არანაირი ინვესტირების გეგმა არ არის, არაფერი არ არის, ხო? ტოტალურად არის აი მართლა რუსეთის პროვინცია რა, რუსეთის პროვინცია აი ამას გავს ეს ყველაფერი, ძალიან სწორი ამბავია, ტუალეტის გახსნა. თუნდაც რა ვიცი, აი არაფერი არ რაღაც საყოფაცხოვრებლო დანიშნულების შენობების გახსნა, რომელიც გახდა ჩვეულებრივი, ამის პირდაპირ იმას მაგობს ზვიაგინცევის ლევიათანი და აი ეს რუსეთი რა, აი პროვინციულ რუსეთს მაგებს, ცუდ რუსეთს. რუსეთში სხვა ვიღაცებს მოწონთ მოსკოვი, ხო, მოსკოვი მეგაპოლისია და ვიღაცას მოწონს, მაგრამ ეს არის აი ეს ქვეყანა კარგ რაღაცად არ ჩამოყალიბდება რუსეთის ჭიახში. სულ ამბობთ ჩეჩნეთი. ჩეჩნეთი კიდე ოდიოზურია, იმიტომ რომ მართველი ყავს ოდიოზური და თან გადაუარეს, ეთნიკურად გაწმენდეს. ჩეჩნეთი, აი მორდოვიის ავტონომიური რესპუბლიკა, ცენტრალურ რუსეთში, ურალთან ახლოს, აი ამათ უნდათ ამ ქვეყნის ქცევა. სადაც არაფერი არ ხდება, სადაც არ ვიცი აი რაღაცა იქ მორდოვიაში ფათშორს რასადროდის ჩემპიონატია მსოფლიო, რომელიც არის, რა ვიცი, ზეიმი მთელი იმისთვის, მაგ მორდოვიისთვის, იმიტომ რომ მაგის გარდა არის მხოლოდ ისე კაცრი კოლონიები, ციხეები ამ ტერიტორიაზე და აი ესეთი რაღაცა ნაცრისფერი საცოდაობა, რაც იყო, საქართველოც იყო ნაცრისფერი საბჭოთა რესპუბლიკა და ამაში დაბრუნება უნდა და ანაკლიაზე ერთს ვიტყვი რა, ძალიან სწორი ამბავი არის, თქვი შენ. ანაკლი არის ერთადერთი შანსი, რომ საქართველოს მოახდინოს ეკონომიკური თვალსაზრისით გაჭრა. რომ ეს ქვეყანა გამოვიდეს სიღარიბის სპირალიდან. ერთადერთი შანსია. საქართველოს სხვა შანსი არ აქვს. საქართველოს აქვს შანსი, რომ მისი უსაფრთხოების გარანტია იყოს ბევრი ერთობლივი ინტერესი აი ამ კომერციულ ობიექტში, რასაც გამტარი გზა ქვია და საქართველოს ერთადერთი შანსი, რომ საშუალო მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაემსგავსოს მდიდარი ქვეყნის მშპ-ს ერთადერთი შანსი არის, რომ ამ ქვეყანამ შეასრულოს თავისი ფუნქცია საერთაშორისო ვაჭრობის ჯაჭვში და მაგის შესრულება შეიძლება მარტო იმითი, რომ ქონდეს გამტარი პორტი და სწორი ინფრასტრუქტურა, რომელიც ატარებს ამ ტვირთებს კასპიის ზღვიდან ევროპის მიმართულებით. აბსოლუტურად და ამავდროულად იგივე ითქვის სამხედრო უსაფრთხოების საგარეო პოლიტიკური კუთხითაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ხელჩასაჭირი, რითაც შეიძლება შავი ზღვის პირეთში ინტეგრირდე, ამას ფუნქციური ინტეგრაცია, რასაც შეიძლება ეწოდოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკულად საჭირო, ანუ აი მარტივად შენ გარეშე რომ ვერ ხდება დიდი ამბავი, ხო? და რა არის დიდი ამბავი, ხო? გარდა იმისა, რაც შენ უკვე ახსენე ძალიან სწორად, ეს არის შეკავშირებულობის ახალი პოლიტიკა, რომელზეც ძალიან დიდი აქცენტი კეთდება სწორედ ამ ბოლო წლების და განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, მაშინ ევროკავშირის მხრიდან და ევროკავშირს და იაპონიას აქვს კიდევ ცალკე ორმხრივი ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთგაგება ურთიერთშეკავშირების შესახებ, ხო? ევროკავშირს და ინდოეთს შორის არის არნახული დინამიკა. და აი ამ ვითარებაში ქოცები მიდიან
და დებენ მემორანდუმს კომუნისტურ ჩინეთთან, სადაც წერია რა მათ შორის, რომ ჩვენ თურმე უნდა ესე იგი, როგორც გავიმეოროთ ჩინეთის პოლიტიკური გამოცდილება. ან წარმოიდგინეთ ის პარტიული კომუნისტური გამოცდილება და პრინციპში ამას აკეთებს კობახიძე. დავუფასოთ, ამას აკეთებს კობახიძე. დაახლოებით აქეთ მიდის საქმე, ხო? ერთპარტიული კომუნისტური ცენტრალიზებული მართული ეკონომიკა. განსხვავებით იმისგან, რომ ჩინები ნიჭიერი არიან, განსხვავებით კობახიძის აბსოლუტურად უვიცი შრომის მოყვარე, ნიჭიერი და ხა სად ჩინეთის ეკონომიკა და ჩინეთი როგორც ფენომენი და სად ქოცური საქართველოს და რას დაგვამსგავსეს საერთოდ, ხო? არც ერთი ინსტიტუტი არ გავს საკუთარ თავს, არანაირი მედროგობა არ გააჩნია სახელმწიფოს, არანაირი დაცვის და საკუთარი თავის, როგორ ვთქვათ, მართვის უნარები აღარ დარჩა, საერთოდ დაბლაგებულია ქართული სახელმწიფო და როცა შევცვლით ამ რეჟიმს, მოგვიწევს ძალიან ბევრი წლის დახარჯვა, რომ დავაბრუნოთ ქვეყანა სახელმწიფომდე, რომელსაც შემდეგ რაღაცების გაკეთება და მიღწევა შეუძლია და ამას დაჭირება ძალიან ბევრი წელი სამწუხაროდ. რეპუტაცია რომელიც აღსადგენელია. ჩემს ათუნა ვიყოთ ამისთვის. ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელთაც ნელ-ნელა შეგვიძლია შევაჯამოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა მე მგონი შევკარით ის სურათი რაც არის ჩვენი მაყურებლისთვის, რომ დაინახოს, რა ჩვენ მიზანი ის კი არა რომ რაღაც ერთმანეთის ერთად გამოვაჩინოთ რომ რაღაცები ვიცით ან შეგვიძლია ჩვენი მიზანი არის უბრალოდ ყველას დაგანახოთ რამდენად სუსტია ის მითები რომელზეც დგას დღეს ეს ხელისუფლება უბრალოდ აი ამ სუსტი იაფფასიანი მითების ისეთ პრიზმაში გატარება ხდება რასაც თქვი ერთის მხრივ რაზეც რუსული ხელისუფლება დგას ერთის მხრივ ეს არის რაღაც ფიზიკური ძალადობა ძალადობის ეფექტი ფიზიკური ძალადობის შეშინა და მეორეს მხრივ ეს არის მენტალური ცერებრალური ძალადობა ანუ პროპაგანდა და აი პროპაგანდა იმიტომ რომ მეთოდი პროპაგანდის მეთოდით გეუბნება ამას რომ რაღაცა ჩვენ მშვიდობა ვართ ის ბოროტია ყველას უნდა გესმოდოს რომ ამიტომ არის რომ ეს რაღაცა ტვინის ისეთ ნაწილებში ჯდება რომ რაღაცა შიშებს იწვევს თორე სინამდვილეში უსუსტესი ამბავი არის და აი ამით მინდა რომ ბოლოსკენ წავიდეთ სინამდვილეში ხედეთ ეს ყველაფერი რაზეც ვილაპარაკეთ რას ამბობს საქართველოს ნაწილი როგვერდზე გავწიოთ და რასაც კოცები საქართველოს უკეთებენ ანუ ის რაც მე ჩვენ ახლა აღწერეთ ვენსთან დაკავშირებით მის ვიზიტის შედეგები და ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ამ რეგიონში. ორივე ქვეყანა, რომელშიც ეს ხდება, ჩვენ ორივე მეზობელთან უახლოეს სახელმწიფოსთან, სომხეთში და აზერბაიჯანშიც, არ უნდა დაგვაუწყოს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანიც ერთის მხრივ არის ნოდეკაბეს წევრი, ანუ რუსული უსაფრთხოების ჩარჩოს წევრი, მართალია ფაქტორად შეჩერებული ახლა ერთის და მეორეს, მაგრამ იმის წევრები არიან, ევრაზიული კავშირის წევრები არიან, დსთ-ის წევრები არიან. ანუ ივანიშვილს რო არ დაესიზმრება შეიძლება ეს უნდოდეს და ამაზე უცნებოდეს. ეგეთი ურთიერთობა ქონდა ამ ორივე ქვეყანას რუსეთთან. ამით სადმიდია შეხედე, აი თუ რუსეთი ისეთი ძლიერია, როგორ ძლიერათაც მას ყიდის ქართული პროპაგანდასთან მოღალატეობრივად. მაშინ როგორ ხდება, რომ აი ამ რეგიონში ჩვენს მეზობლად, ანუ სადმე შორს კი არა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენს მეზობლად, აი ეს რაღაცა ნაძირლობა და როგორ თქვა აღარ ვიცი ისე კორექტულად, რომ აი ეს რაღაცა გამყიდველობა საკუთარი ქვეყნის და სიმხდალე, აი ორგანული სიმხდალე, რომელზეც კოცი ეუბნება საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს კანამდვილ ქართველს, რომ აი ესეთი უნდა იყოს, ის უნდა გეშინოდეს, კაცო, ორ დღეში გაგვაქრობს აი ეს ნარატივი. აი ორ დღეში გაქრობის თავი თუ აქვს. როგორ მოხდა, რომ მისი ორი მოკავშირე, რომელიც ამერიკის ქოლგის ქვეშ მოქცევა ბევრად უფრო მძიმე პოლიტიკური დარტყმაა რუსებისთვის, ვიდრე საქართველოში რაიმე გავლენების მოპოვება. ორი ქვეყანა, რომელიც მისი სამხედრო ალიანსის წევრი არის, დღეს ჩვენგან განსხვავებით ძალიან ახლოს იყვნენ. ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ექცევა. აი როგორ არის? ვის გჯერათ ამის, რომ რუსეთი ეგეთი ძლიერია და სომხეთი და აზერბაიჯანი მიუშვა და ჩვენ არ მიგვიშვებს. აი ეს ბოლო აი ამ მითით მინდა რომ დავხუროთ და ძალიან კარგ ამბავს შეეხება საჭიროს ამ კონტექსტში და ზოგადადაც. და ალბათ მე შეგვიძლია ცალკეც ვისაუბროთ კიდევ მშვიდობის მითზე სხვა ჩვენს ესე იგი მსგავს პოდკასტში და ძალიან საინტერესო ტყუილებს შეიცავს, ძალიან დამცხრევად ტყუილებს და ჩვენ ყოველთვის უნდა ვამხილოთ ეს ტყუილები. აი ხა ძალიან აბსოლუტურად გადახვევი. ჩვენ ერთ მაგალითს გავიხსენებ, ხო? სომხეთში სადაც უკვე 4-ჯერ ვარ დამყოფი, შევა 5-ჯერ, თავიდან რო ჩავდიოდი, ხვდებოდა რუსი ჯარისკაცი მესაზღვრეთ. ხო, არანაირ ფიქრს რუსი ეთნიურად. ის იყო რუსეთის ჯარის წევრი. არა მარტო ის რუსი იყო, რუსეთის ჯარს წარმოადგენდა. როგორ მოხდა ეს? შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, ბევრსაც ესწრება. სომხეთს და რუსეთს შორის იყო ასეთი ურთიერთ შეთანხმება, რომ სომხეთის საზღვარს აკონტროლებდა რუსეთის ჯარი. აი
რამდენიმე წლის წინ აი აქ რო ვიყავით, რომ რუსი ჯარისკაცი უკონტროლებდა საზღვარს, ანუ აი სუვერენობის ერთ-ერთ მთავარ საზღვარს, სახელმწიფო საზღვარზე, ხო? უფრო მნიშვნელოვანი რა არის სუვერენობაში, ხო? სუვერენობა მაგის შესახებ არის ამბავი, ხო? მაგაზია, ხო? და ამას აკონტროლებდნენ რუსები რამდენიმე წლის წინ და დღეს აი ამავე სომხეთში რეალურად ხდება ის, რაც უკვე აღწერეთ, ხო? ოდეკაბენთან და სხვა მსგავსი ერთობლივიდან ნელ-ნელა ეტაპობრივი გასვლის ყოველ შემთხვევაში ნაკლები ძალიან შუმი არა პირიქით აი ეგ გუშინ წინ ამბობდა პუტინი მისთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური მეგობარი ეს არის პოლიტიკა რა თქმა უნდა გენიალური პოლიტიკოსია ფაშინიანი მაგრამ ამავე დროს ასაკეთებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ჩახურულია 35 წელი გრძელდებოდა და მეტი პრინციპში ის კონფლიქტი ჩახურულია ახალი მოლაპარაკება ახალი მშვიდობა ახალი ვაჭრობა აი ეს არის პრაგმატიზმი და არა ის კაპიტულაციასაც კონცეფტები გვისაღებენ პრაგმატიზმად და აბსოლუტურად დაგეთანხმები ასევე იმაზე რომ თუ ამ ხელა დანაკარგეთ ვერაფერს ვერ შვება თუ იქ მოლდოვას ვერაფერი ვერ უკნა აი რომ ამბობენ ხოლმე აბაომი გინდა და ეს აბსოლუტურად ბრიყული ქოცური ხაზი აი მოლდოვა რომელიც პირველი უკრაინის მეზობელია ტერიტორიულად გვერდით არის და რომელსაც ქვეყნის შიგნით ყავს რუსეთის საოკუპაციო ჯარი ჩვენი არის ნებისმიერ წუთას შეუძლია გადავიდეს თან ტრანსნისტრია დნესტრისპირეთში აი ორი ასეთი კონტექსტი აქვს და ჩვენგან განსხვავებით უკრაინის გვერდით არის. ანუ კიდევ უფრო უარეს სიტუაციაში ამ პრიზმაში. რატო ვერაფერი ვერ უკნა მოლდოვას? ისიც კი ვერ შეძლო. შენ კარგად მოგეხსენება. არათუ სამხედრო ზომა ვერ გამოიყენა, ისიც კი ვერ შეძლო რომ მაია სანტუსთვის მოეწყო რაღაცა დაზვერვის სპეცოპერაცია. ცადა, მაგრამ ვერ შეძლო, იმიტომ სუსტია სიამოვნებაში. ისიც კი ვერ მოახერხა რომ მაია სანტუ აღარ აერჩიათ დემოკრატიულ არჩევნებში, ანუ გავლენიც მოხდა ეს კი ვერ შეძლო არჩევნებზე. რაც ძალიან კარგად ეხერხება ხოლმე რუსეთს ამავე დროს, ხო? დასავლეთის დედაქალაქებში ამას ცდილობს. ამიტომ და ეხლა რა შეძლო უკრაინის ესეც ცალკე პოდკასტის აკითხია, უკრაინის ომი რა მიზნით დაიწყო და სად არის 3 წლის თავზე, ხო? ერთი რაღაც ვახსენოთ. სოფლებს რო ვერ ემაშვა. ზუსტად. ერთი რაღაც ვახსენოთ, ერთადერთი საილუსტრაციო და მე შეგვიძლია ესე ჩავშალოთ სხვა ჩვენს მსგავს გადაცემაში, რუსეთმა, რომელმაც იდეაში ნატოს გაფართოების წინააღმდეგ წამოიწყო მთელი ეს ფაშისტური ორმტრიალი, რასაც ქვია უკრაინაში შეჭრა, მიიღო ჯერჯერობით ის, რომ ნატოში შევიდა ახალი სახელმწიფოები, თან ძალიან ძლიერი სახელმწიფოები, უდიდესი ჯარით, მაგალითად ფინეთი, ისტორიულად არასდროს არ შეუძლია ფინეთი მაგალითად. ზუსტად, ფინეთი ვებერთელა ჯარით თან, ვებერთელა მდიდარი, მაგრად გაწვრთნილი ჯარით და მიიღო რა, რომ 1200 კილომეტრი დაიმატა ნატოსთან საზღვარი. აი ასეთი იდიოტურია, მაპატიოს შეფასება. ფინლანდიზაციის ფაქტორი იდიოტურია, მიდიდობა ჩამოიშალა ერთ წუთში. რუსეთისვე დამსახურებით, ან საკუთარ თავს გაუზარდა საზღვარი ნატოსთან მნიშვნელოვნად ყველაზე ძლიერი, დიდარი და დაცული სახელმწიფოს და ასეთივე ჯარის სახით. ამიტომ რუსულ პროპაგანდას ძალიან უჭირს ამ ყველაფერზე პასუხი, ახლა სტარლინკი რო გათიშეს და დაემართათ. ვიცით, აი ეს არის რუსეთი. რაღაცა ჟანგი, მოარული ჟანგი, მაგრამ ხორცსაკები მანქანა, რომელიც უბრალოდ ძალიან ბევრ ადამიანს გზავნის ხოლმე და ისიც გაჟუჟა თავისივე აი ამ სრულიად სულელური ომის გამო. ასე რომ რუსულ პროპაგანდას არ უწერი არანაირი ბედი და შესაბამისად არც ქოცურ რეჟიმს და პროპაგანდას არ უწერი არანაირი ბედი. ცალსახად რუსეთი გავს იმ ქოფაკს, რომელიც ეზოს დიდი ხანი იცავდა, ამართლებდა იმ სახელს და იმ წარწერას, რომელიც ამ ეზოზე იყო, ეზოში ავი ძაღლია და დიდი ხანი ამ ქოფაკის როლს ასრულებდა, მაგრამ ეს ქოფაკი დაბერდა. დაბერდა და ვეღარ ეწევა ისევ ხმამაღლა ყებს, ახლოს თუ მიხვედი ისევ აღაცას მოგაჭამს, მაგრამ დაბერდა და არც სირბილი აღარ შეუძლია და ვეღარც სრულფასოვნად ვეღარ იცავს იმ ეზოს, რომელზეც წარწერაა, რომ ეზოში ავი ძაღლია. ეგ არის რუსეთი. მაგის მჯერა ბოლომდე. აგრეთვე მჯერა, რომ პრაგმატულობა და ჩოგბჯენში ჩადგომა ქართული მენტალიტეტისთვის, აი იმ პატრიოტული მენტალიტეტისთვის, რომელიც საფუძვლად უდრებს კონსერვატიულ იდეას, ვერასდროს ვერ იქნება ტოლი ერთმანეთის. ჩოგბჯენი ქართველი პატრიოტისთვის არ ნიშნავს პრაგმატულ მიდგომას. პრაგმატული მიდგომა არის ის მიდგომა, მაგალითად, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტებს, რუსული სახელმწიფო არ გვიყვარს და ნონსენსი იქნება, რომ ქართულ პატრიოტებს გვიყვარდეს რუსული სახელმწიფო, რომელიც ჩვენი მტერია, რომელიც ჩვენი ქალები და ბავშვები ხოცა გააუპატიურა და ჩვენ სახელმწიფოებრიობას, როგორც
მოცემულობაზე ებრძვის, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მაგალითად რუსეთთან იმ პოლიტიკის გატარების მომხრე ვართ, რომ საერთოდ არ ველაპარაკოთ. რა თქმა უნდა, რუსეთს უნდა ველაპარაკოთ. რა თქმა უნდა, რუსეთთან ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ქოფაკ ძალთან, მოხუც ქოფაკ ძალთან იქცევიან. არ უნდა შეგვეშინდეს დიდას მიშიც შორიდან უნდა ველაპარაკოთ, მაგრამ რა თქმა უნდა ველაპარაკოთ. ოღონდ ყოველთვის თავში ჩვენი სუვერენული ინტერესების ინტერესებით. მოკლედ, აი ეს არის რეალური პრაგმატულობა და ეს არის ის რეალობა, რაც ხდება ჩვენს გარშემო. მიყვარს ხოლმე ეგეთი ამბები, დავიწყეთ რაღაც თითქოს გვინდოდა რომ სისტემურად მივიდგომოდით და ბევრად უფრო საინტერესო გამოვიდეს და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ისე ფართო ჩარჩოში ვილაპარაკეთ და მგონი დავანახეთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ის კონტექსტი, თუ როგორ უყურებთ ჩვენ აი ამ საერთაშორისო იზოლაციონიზმს, რომელშიც ხოცები ჩაგვაგდო და გამოსავალი არის, რა თქმა უნდა არის და ეს გამოსავალი არ არის რაღაცა რადიკალური მიდგომა რუსეთთან ან რადიკალურ პოზიციაში ყოფნა, არამედ ისეთი პრაგმატული პოლიტიკა, როგორ პრაგმატულ პოლიტიკასაც დღეს აწარმოებს ნიკოლ პაშინიანი. არ უნდა ეწყინოს ჩვენ ძმებს და დებს აზერბაიჯანში, უბრალოდ აზერბაიჯანის სახელმწიფო მოდელთან ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს, იმიტომ რომ ის ავტოკრატიაა და არ არის სრულფასოვანი დემოკრატია, შესაბამისად ამას ქართულ ხალხს ნამდვილად ვერ უსურვებთ ამ ფორმით, მაგრამ იქაც მინდა თქვა, რომ ძალიან დიდი ნაბიჯები იდგმება წინ ილჰამ ალიევის მიერ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების პრობლემა დღეს ისევ დგას, აზერბაიჯანი აბსოლუტურად სხვა თვისობრივად სხვა მოდუსში გადადის და მხოლოდ პოზიტივის მოლოდინს აჩენს და უკეთესი მომავლის იმედს აჩენს. ეგ არის რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეგ არის ის რითიც ჩვენ ვიკვებებით, ეგ არის სამწუხაროდ ის მომენტი და ის მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდით გაკვერცხებულ სახელმწიფო სისტემაში, მაგრამ იმედით, იქიდან გამომდინარე რაც ხდება ჩვენს უახლოეს რეგიონში, იმედით რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუ კოცები აღარ იქნებიან. მადლობა გრიგოლს, მადლობა თქვენ რომ გვიყურებდით. მერვე ეპიზოდი ამით დასრულებულია. დასასრულის წინაც კიდევ ერთხელ გთხოვთ, გახდით ჩვენი გამომწერები. გვითხრით რას ფიქრობთ ჩვენზე და გვიწერეთ კომენტარები, შემოდით დებატებში, დისკუსიაში, ინტერაქციაში, ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ვილაპარაკოთ. დერეფნის მერვე ეპიზოდი ამით დასრულებულია. მადლობა, ნახვამდის.